მოგესალმებით საქართველოს დისლექსიის ასოციაციის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრა მიემართება დისლექსიის საკითხს და ჩვენი მიზანია რომ ცნობიერება ავამაღლოთ დისლექსიასთან მიმართებაში, როგორც ადრეული განათლების, ასევე სასკოლო განათლების ფარგლებში მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვიღებთ მე მიშა ტეფნაძე, განათლების ადმინისტრატორი, საერთაშორისო აკადემია ლოგოსის გენერალური დირექტორის მოადგილე და ქალტონი თეონალოდია. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მიხარია, რომ ასეთ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ დღეს. მეც მიხარია, უერთდები თქვენ სიხარულს. საქართველოს დისლექსიის ასოციაციას მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის, იმისათვის, რომ მოგვეცა საშუალება ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ფაქტობრივად მოსწავლის თვითშეფასებას და ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებას ეხება და თქვენი აზრი მნიშვნელოვანი იქნება, თქვენი რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება ამ პოდკასტის მსმენელისათვის, ან მაყურებლისათვის. პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, ალბათ უნდა დავიწყოთ იქიდან თუ რა არის დისლექსია, როგორ ვლინდება და რა ასაკობრივ ზღვარში ვაწყდებით კონკრეტულ შემთხვევებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, ალბათ დისლექსიის შესახებ უკვე არსებობს ცოდნა ჩვენ საზოგადოებაში, რაც ძალიან მახარებს. ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც გულისხმობს კითხვის უნარის სირთულეებს, მოდით ასე ვთქვათ, მეტყველებით გაშუალებული კითხვის უნარის დარღვევა. აქვე ვიტყვი იმას, რომ დისლექსიის, ასე ვთქვათ, აღმოჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი არის 5-დან 7 წლამდე. რატომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი? ეს არის ის ადრეული ასაკი, როდესაც ასე ვთქვათ, მშობლებსაც, მასწავლებლებსაც, სპეციალისტებსაც გვაქვს საშუალება, რომ აღმოვაჩინოთ დისლექსია და დროულად ჩავერიოთ, რომ ასე ვთქვათ, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს იმ დროს, როდესაც ეს ბავშვები მიდიან სკოლაში და აწყდებიან მთავარ გამოწვევას, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რა თქმა უნდა, რაც ახლავს ამ და არა ერთადერთს ამ განვითარების დარღვევას კითხვას, კითხვაში სირთულეებს, ხო? ცხადია, კითხვაში სირთულეები შემდეგ განაპირობებს ძალიან ბევრ ემოციურ თუ ქცევით სირთულეს, რასაც დღეს ვფიქრობ, რომ ბევრს ვისაუბრებთ. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გონებასა და გულს მოხვდა, ეს იყო სიტყვა დარღვევა, რომელზეც ძალიან მძიმედ რეაგირებენ ხოლმე მშობლები. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მშობელს უნდა, რომ მისი პირველკლასელი ან მეორეკლასელი მოსწავლე გაწაფულად კითხულობდეს და გვიწევს ახსნა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ეს შედეგი და მათთვის სასურველი მოლოდინი არ იყოს გამართლებული. აი, დარღვევის განეიტრალება, როგორ შეიძლება მოხდეს ამ სიტყვის, რა სახის დარღვევაზე ვლაპარაკობთ კიდევ უფრო მეტად რო განვარტოთ, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენ ეს დარღვევა პოზიტიური კუთხითაც შეგვიძლია მივაწოდოთ მშობლებს. რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის ვართ აქ და ამაზე ვსაუბრობთ ახლა. იცით რა არის, იმისთვის რომ ეს დარღვევა არ გახდეს სტიგმა და არ გახდეს, ასე ვთქვათ, ხელი შემშელი ბავშვის ემოციური თუ ასე ვთქვათ, შემეცნებითი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სახელი დავარქვათ, პირველ რიგში გავიაზროთ, მივიღოთ, რას გულისხმობს ეს დარღვევა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დისლექსია არ გულისხმობს ინტელექტუალურ დარღვევას, არ გულისხმობს ასე ვთქვათ, ბავშვი ვერ კითხულობს არა იმიტომ, რომ პირობითად დაბალი ინტელექტი აქვს, ან აზროვნება უჭირს. მეტიც გეტყვით, პირიქით შეიძლება დისლექსიის მქონე ბავშვი ძალიან ორიგინალურად აზროვნებდეს, პრობლემების გადაჭრის ძალიან ორიგინალურ ხერხებსაც იგონებდეს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გავაცნობიეროთ. ამისი გვეშინია ხოლმე ხშირად, რომ რახან დარღვევას ვახსენებთ, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ისეთ სირთულეებთან, რომელიც გადაულახავია. მოდით იმას ვიტყვით, რომ დისლექსია არის მთელი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოდით დავარქვათ პრობლემა, რომელთან ერთად ცხოვრებაც უნდა ისწავლოს ადამიანმა და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახვდეს ბავშვს, ასე ვთქვათ, მომზადებული ადამიანები მის გარემოში.
გულისხმობ მასწავლებლებს, მშობლებსაც და თანატოლებსაც ცხადია. მომზადებაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მასწავლებლებმაც, მშობლებმაც, თანატოლებმაც უნდა იცოდნენ და გააზრებული უნდა ჰქონდეთ რა არის დისლექსია და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული, ხო? ეს არის კითხვასთან დაკავშირებული სპეციფიკური სირთულე, რომელიც მოდით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ ვიქნებით კარგად მომზადებულები, ძალიან ადვილად სამართავია და ნაკლებად შესამჩნევი შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, სასკოლო საზოგადოებისთვის, თავად ბავშვისთვის. მთავარია, რომ სწორად ამოვაცნობინოთ ბავშვს მისი ძლიერი მხარები, ამისათვის ჩვენ, ასე ვთქვათ, სპეციალისტებიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, რა არის ეს, რა ტიპის, ასე ვთქვათ, პრობლემაა და კარგად დავინახოთ, რა არის ამ ბავშვების ძლიერი მხარე და დამერწმუნეთ, რომ ყველა ბავშვს, მათ შორის დისლექსიის ბავშვს აქვს ძლიერი მხარეები. მთავარია ეს აღმოვაჩინოთ, თავად ბავშვსაც დავაჯეროთ და მივცეთ ძალა, რომ დაიჯეროს, რომ ეს ძლიერი მხარე აქვს და შეუძლია და ეს გაცილებით უფრო გააადვილებს მისი ადაპტაციის პროცესს სასკოლო, ასე ვთქვათ, ცხოვრებასთან. აი თქვენი საუბრის ეს ბოლო მონაკვეთი შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად დავშალოთ და თითოეულზე შეიძლება უფრო ღრმათაც ვისაუბროთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სკოლებში არის ხოლმე მშობელთა ცნობიერების გაზრდა იმასთან მიმართებაში, რომ მისი შვილი არ არის ზარმაცი, როცა ის ვერ კითხულობს და ქცევა ამ პერიოდში ირევა და არ არიდებს მიზანმიმართულად თავს. უბრალოდ უჭირს იმ ადამიანს და გაგება ჭირდება იმაში თუ რაში უჭირს. და მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილი არის, როდესაც მასწავლებლები გვეუბნებიან იმას, რომ აიც რა მე ვცადე, არაფერი არ გავამივიდა და მეტი რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ სკოლის მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის, ოჯახისა და ალბათ საზოგადოების მოლოდინიც იყოს რაღაცნაირად ერთ ხაზზე გასწორებული იმისა, თუ რა ეტაპს გადის ეს ბავშვი ამ ასაკობრივ ჯგუფში და რა შეიძლება მივახციოთ. მშობელთა პედაგოგიზაცია რამდენად შეიძლება მოხდეს დისლექსიის მიმართულებით და შეიძლება თუ არა რომ დისლექსია იყოს გენეტიკურად გადასული ნაწილი, იმიტომ რომ ხშირად გვაქვს ხოლმე აი ესეთ რაღაცებს ვისმენთ, რომ კი ახლა ეს არ კითხულობს, მაგრამ როგორც გავარკვევ, მამისიც ასე ყოფილა. ან დედა ამბობს, რომ მეც ვიყავი ასე. და ეგ არის ხოლმე ძალიან კარგი ნაწილი იმისათვის, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ აი ნახეთ ამ შემთხვევაში თუ კი დისლექსიის დიაგნოსტირება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორი, რომ იგივე გზა არ გაიაროს თქვენმა შვილმა, რაც თქვენ გაიარეთ. ძალიან გვიხარია, რომ ხედავთ როგორც წარმატებულ ადამიანებს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურობაში როგორ შეიძლება იცხოვროს ამასთან ერთად, მაგისი დასწავლაც შეიძლება. რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ მშობლის ცნობიერება ამაღლდეს ამ მიმართულებით. ძალიან კარგი კითხვაა. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, არა მარტო დისლექსიის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ფუნქციონირებდეს როგორც თემი. თემს გულისხმობ, ანუ მშობელი, მასწავლებელი და სპეციალისტები, რა თქმა უნდა, ხო? და რა თქმა უნდა, მთავარი ცენტრალური ბავშვები და ასე ვთქვათ, მოსწავლეები, ხო? ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ასე ვთქვათ, გააზრებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა და მიზანი, ერთიანი მიზანი რა გვაქვს? ყველას ერთი მიზანი გვაქვს, ხო? მშობელსაც, მასწავლებელსაც, ბავშვსაც, რომ ბავშვმა ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჩვენ სკოლაში, ხო? აი ეს ჭირდება პირველ რიგში დისლექსიის მქონე ბავშვს. რას ნიშნავს ემოციური უსაფრთხოება, ხო? როდესაც ბავშვი გრძნობს თავს დაცულად, მიღებულად, არ ელის დაცინვას, განსჯას და ელის მხარდაჭერას, ხო? ეს რომ შევძლოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ დავუჭიროთ მხარი. კი, გეთანხმებით იმაში, რომ ხშირად ბევრი მცდელობა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მცდელობა ჰქონდეთ მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და ჰქონდეთ ეს წარუმატებლობის განცდა. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ მცდელობა არ უნდა შევაჩეროთ და კიდევ ახალი გზები უნდა ვეძიოთ. როგორ? ამაზე რეცეპტი არ არსებობს. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ თითოეულ ინდივიდუალურ ბავშვს და სწორედ მისი შესაძლებლობები, მისი ძლიერი მხარეები გვიკარნახებს, რა გზით შეიძლება რომ უფრო უკეთ დავუჭიროთ მხარი ბავშვს. მაგალითად იმით, რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, თავისი ცოდნის პრეზენტაცია
პრეზენტაციის საშუალება ალტერნატიული ხერხებით, ხო? არა, მაგალითად ძალიან დიდი სტრესი შეიძლება იყოს დისლექსიის მქონე ბავშვისთვის, ხმამაღლა კითხვა, ასე ვთქვათ, კლასის წინაშე. მოვიფიქროთ ალტერნატიული ხერხები, როგორ შეიძლება შეძლოს ამ ბავშვმა, ასე ვთქვათ, თავისი ცოდნის პრეზენტაცია. მაგალითად, ხატვით, მაგალითად, ვიზუალური ანუ სწავლის უნივერსალურ დიზაინს გულისხმობთ ამ დიახ, შემთხვევაში? ზუსტად. სწავლის უნივერსალურ დიზაინს გულისხმობ, ვცდილობ, რომ ტერმინები არ გამოვიყენო. ეს გულისხმობს ყველა ბავშვი, ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული, ასე ვთქვათ, ხერხების სწავლებას თუ შეთავაზებას ბავშვისთვის, როგორ შეიძლება რომ თავისი ცოდნა, ასე ვთქვათ, წარმოაჩინოს, ხო? არ მინდა გამომრჩეს ის საკითხი, რითიც დავიწყე, თუ შეიძლება ვიტყვი აუცილებლად იმას, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რა ხერხები შევთავაზოთ გადაჭრის, ასე ვთქვათ, მისი პრობლემის გადაჭრის ბავშვს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ და აი ესეთ სასიგნალო ნიშნები ზუსტად ვიცოდეთ, რა შეიძლება იყოს. აი ძალიან ხშირად გვეპარება ხოლმე ეს და მე როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი გეტყვით იმას, რომ ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან აი მაგალითად 12-13 წლის ასაკის მოზარდები და მშობელი ამბობს, რომ საერთოდ არ უნდა სწავლა, არ არის მოტივირებული, ვერაფრით დავაინტერესე. და აღმოჩნდება, რომ დისლექსია საბოლოოდ ჩაუღრმავდებით დიაგნოსტიკას არის დისლექსია. და ეს არ არის იშვიათი შემთხვევები და ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვერ აღმოვაჩინეთ, ვერ დაუჭირეთ სათანადოდ მხარი, მან იფიქრა, ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბდა საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა, რომ მე არ შემიძლია სწავლა, კითხვა ხომ მთავარი ინსტრუმენტია, რითიც შემიძლია ვისწავლო, ხო? მე აი ამ მთავარ ინსტრუმენტს ვერ ვფლობ. ეს რწმენა უყალიბდება ბავშვს და შესაბამისად, რაც არ გამომდის, ის არ მინდა, ხომ ბუნებრივია. კი, ბუნებრივია. ჩვენც ასე ვართ, ხო? რაც არ გამოგვდის, არ გვინდა ამის კეთება, ხო? ამიტომ არის სწორედ სკოლისაც და მასწავლებლის და მშობლის ამოცანა სწორედ ის არის, რომ დაინახოს რა არის ის, რაც შეუძლია და კარგად გამოსდის ბავშვს და ამ გზით მისცეს რომ მისი თვით შესაძლებლობა. შეფასება შევინარჩუნოთ და მერე დიახ, განვითარების გზებზე დიახ, ვიფიქროთ. დიახ, დიახ. აი ორიოდე სიტყვით შემიძლია გითხრათ, აი ხუთი პირველი ადამიანი ხო, ვინც აღმოაჩენს ბავშვში აი ამ ასე ვთქვათ სირთულეს, მშობელია. შემდეგ ცხადია მასწავლებელი, ხო, აი სკოლამდელ ასაკში რა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეიძლება ცალკეული ერთი მახასიათებელი ბევრ ბავშვს ახასიათებდეს და ვთქვათ, რომ აი უყურადღებოა, მაგალითად გაფანტულია, ცელქია, გაიზრდება ისწავლის, მაგრამ ეს ამ მახასიათებლების გარკვეული კომბინაცია, ხო, კრებული, უნდა გვაძლევდეს, ასე ვთქვათ, განგაშის ჩართვის, ასე ვთქვათ, საფუძველს, რომ მოდი ვნახოთ, რაიმე ხომ არა, რაიმე სირთულესთან ხომ არ გვაქვს საქმე. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ესეთი ბანალური თემები, მაგალითად უჭირს ფერების სახელების დამახსოვრება, ხო? ფერების სახელი რომ დავიმახსოვროთ, რა არის მნიშვნელოვანი, რომ აი ვიზუალური ინფორმაცია, ვიზუალური შეგრძნების არხით მიღებული ინფორმაცია დავუკავშიროთ სმენით მიღებულ ინფორმაციას, ხო? ანუ სახელი დავარქვათ ვიზუალურ მოცემულობას, ხო? სწორედ ეს არის ხოლმე ხშირად დისლექსიის მქონე ბავშვის პრობლემა, რომ სხვადასხვა შეგრძნების არხიდან მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთთან ვერ აკავშირებს და შესაბამისად ვერ იყენებს, ხო? ცოდნად ვერ გარდაქმნის ამას და ვერ დიახ, აფიქსირებს ამას. საინტერესო თემას შეეხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანს სკოლის გუნდს დაგვისვამს კითხვა, რომ ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ პირველი კლასის მეორე სემესტრში. და დავინახეთ ეს სირთულე რაც იყო, მაგრამ ეს ბავშვი, როდესაც სასკოლო მზაობის პროგრამაზე იყო ამა თუ იმ დაწესებულებაში, იქ შესაძლებელი იყო თუ არა რომ აღმოეჩინათ ის რომ ამ ბავშვს ეჭვი მაინც გაჩენილიყო იმის შესახებ, რომ ამ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს დისლექსია და რატომღაც ისია ჩამოყალიბებული, რომ მაინდა-მაინც კითხვის პროცესს როცა იწყებს ბავშვი ასაკობრივად, მაშინ უნდა გამოჩნდეს ეს წინა პლანზე. არა და
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სასკოლო მზაობის პროგრამაზე ეს უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ იქ განვითარების სფეროები რაც არის, რომელმაც მოსწავლეში კონკრეტული თეორიული ცოდნა უნდა ჩამოაყალიბოს, ამა თუ იმ საგნის ფორმასთან მიმართებაში, თქვენაც ახსენეთ ფერთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ისეთი აქტივობაა, თუნდაც სახელმწიფო კურიკულუმთან მიმართებაში თამაში რო ავიღოთ, რომლის გამოყენებითაც, რომელზე თვალის მიდევნებითაც აღმზრდელი ან აღმზრდელი მასწავლებელი ამის იდენტიფიცირებას უნდა აკეთებდეს. დიახ. და ალბათ ერთ-ერთი ამისი პრევენციული საშუალება არის ის, რომ განსაკუთრებით მიექცეს ყურადღება ბავშვი რამდენად აკავშირებს თუნდაც თქვენ მიერ დასახელებულ ფერებს, ფორმებს ერთმანეთს და იქიდან ჩდებოდეს ეჭვი. სამწუხაროდ ჩვენი რეალობა არის ასეთი, რომ ვიდრე საქართველოში ვიდრე ადამიანი სკოლაში შევა, იქამდე არის ბავშვი. და სკოლაში რო შედის, იქიდან ეჭიდება ცხოვრებას და ცხოვრება გვაჩვენებს მერე იმას, თუ სადა აქვს კონკრეტული საჭიროება ამ ბავშვს. და გვაქვს ხოლმე კიდევ ერთი ასეთი პრობლემა, როდესაც მშობელს აქვს განცდა იმისა, რომ მის შვილს რისი დაძლევაც არ შეუძლია, ეს არის არა მისი შვილის საჭიროება, არამედ მასწავლებლის პროფესიული საჭიროება, იმიტომ რომ მასწავლებელმა ვერ იპოვა ის ხერხი და გზა, რომ ეს დაძლიოს ბავშვმა. არის თუ არა მასწავლებელი ასეთ შემთხვევაში ჯადოსნური ჯოხის მქონე და მხოლოდ მასწავლებლის საქმე არის თუ არა დისლექსიის შემთხვევაში მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა. რა თქმა უნდა არა და სწორედ ამიტომ ვისაუბრე სკოლის როგორც თემის იდეაზე, სადაც მშობელიც, მასწავლებელიც, ბავშვიც, სპეციალისტებიც ერთი მიზნის ირგვლივ არიან მე მგონია რომ გაერთიანებული. ხაზგასასმელია ჩვენი შეხვედრის პერიოდში ეგ, იმიტომ რომ რატომღაც ძალიან გულწრფელად ვიტყვი იმას, რომ საქართველოში ყველაფერი დაეფუძნა სკოლას. აჰა. მოსწავლის კულტურის განვითარებაც სკოლას დაეფუძნა და ყველა ფრისტები გამოვიდნენ მასწავლებლები, ყველაფერი მასწავლებლის მოსაგვარებელი უნდა იყოს და სკოლის მოსაგვარებელი უნდა იყოს, როგორც ასე თქვა თქვენ მიერ დასახელებული თემის. თუმცა ამასობაში რო შევხედოთ საქმეს, უკვე პარალელურ რეჟიმში თან წამოვიდა ცალკეული მიმართულების სპეციალისტთა ნაკადი, რომელიც ბევრად უფრო მეც აკეთებს დროის მცირე მონაკვეთში, ვიდრე მასწავლებელი დაახლოებით სემესტრების თუ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ მოსწავლისთვის შეფასება თან განვითარდეს და ძალიან გვჭირდება ხოლმე აი ასეთი სპეციალისტების შემოსვლა სკოლაში, არა მარტო მშობელთან და ბავშვთან ინტერვიუს ჩატარება თუ რა ხდება სკოლაში, არამედ სკოლის წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩატარება და ჩვენი სკოლის პრაქტიკა რაც არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვთხოვთ ბავშვის მშობელს კანონიერ წარმომადგენელს იმას, რომ თქვენ ვისთანაც გაქვთ შეხვედრა, ვისთანაც გაქვთ შეხება, ვისი ნათქვამიც მოგაქვთ ჩვენამდე, იქნებ მოხერხდეს და ჩვენ შევხვდეთ იმ ადამიანს, იმიტომ რომ სკოლის კონტექსტში მოხდეს იმ ცალკეული რეკომენდაციების შემუშავება და გააზრება, რისი დაცვაც გვიწევს მერე უკვე კონკრეტულ შემთხვევაში დისლექსიის მქონე ბავშვთან მიმართებაში. კიდევ ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა თქვენთან მიმართებაში. დაახლოებით დისლექსიის თანამგზავრობა მოსწავლეს რა საკამდე უწევს. თქვენ კითხვით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი თამდევია, მაგრამ უფრო მეტად გამძაფრებული განცდები ამასთან მიმართებაში რა პერიოდში ჩდება ხოლმე და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეს. იცით რა, აი ზუსტად ამიტომ აღვნიშნე ეს ადრეული ასაკი 5-7 წელი, როდესაც მნიშვნელოვანია რომ სწორედ აი ამ დროს აღმოვაჩინოთ და სათანადოდ ჩავერიოთ და დავეხმაროთ რომ დავაზღვიოთ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის რისკები, რაც შეიძლება სასკოლო ცხოვრებაში მას გაუჩნდეს. თანატოლების რეაგირების ჩათვლით მაგალითად, ხო, როდესაც ისე კარგად ვერ წაიკითხავს, როგორც სხვები კითხულობენ და შეიძლება დაცინვის მსხვერპლი გახდეს. ეს რა თქმა უნდა მის თვით შეფასებაზე აისახება, სწავლის მოტივაციაზე აისახება აუცილებლად. იცით რა მაინტერესებს? აი ჩემი პრაქტიკული გამოცდილება იყო ასეთი, მე ვარ ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი და იმ კლასში მყოფი დისლექსიის მქონე მოსწავლე გაიზარდა ჩემთან ერთად სკოლაში. აი როცა მე დავიწყე მუშაობა, მაშინ იყო მეორე კლასში და ერთად მოვდივართ და ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ბავშვმა მე გამზარდა. აღმოჩნდა ისე, რომ ეგრეთ წოდებულ გარტეხის ასაკში ეს კლასი დამრიგებლად ჩავიბარე მე. და ყველაზე დიდი შფოთი დამეწყო მაშინ რა იქნება ამ ბავშვთან მიმართებაში, როდესაც უკვე მორალური განვითარების თეორიიდან გამომდინარე მორალის გამოკვეთა იწყება, აქვს სხვადასხვა თანხმდელ პროცესებზე რეაქცია და უკვე აკვირდება იმას, თამოწონი ადამიანია თუ რა არის საზოგადოების აზრი მისდამი და ცდილობს, რომ ეს აზრი იყოს მაქსიმალურად დადებითი და იყოს აღიარებული კლასში. ანუ ბავშვობიდან ჩვენ გადმოვედით მოზარდობის ასაკში.
და ამ პერიოდში ჩემი შფოთი უკავშირდებოდა იმას, რომ აი ამდენი წლის განმავლობაში რაც ვაშენეთ, რასაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ჩაუყარა საფუძველი და მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ისეთ პერიოდში, როდესაც ბავშვთან უკვე დისლექსიის შესახებ გვაქვს ეჭვი, უფრო კარგ შედეგს დებენ არა ის მასწავლებლები, რომ ის დებს ის პროგრამა, რომელიც ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რა თქმა უნდა, ეს რომელიც დაწყებითი საფეხურის პირველ მეოთხე კლასში საგნობრივ სწავლებას თავაზობს მოსწავლეს, არამედ ის პროგრამა, რომელიც ეგრეთ წოდებული კომბინირებული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლით უწევს მომსახურებას მოსწავლეს. ანუ კომბინირებულში გულისხმობ, როდესაც ერთი დიახ, მასწავლებელი სამ ასწავლის საგანს ქართულს, მინიმუმს, დიახ. მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას და მესამე მეოთხე კლასში მე და საზოგადოებას და რატომ გონია ასე, იმიტომ რომ თითოეულ ამ საგანს წამყვანი ეფექტი უჭირავს კითხვაში და მასწავლებლებისგან ხშირად მომისმენია, რომ მე კითხვის შედეგი გადავამოწმე მათემატიკის 60-ის პირობის წაკითხვა გააზრების Mhm, ნაწილში mhm. და აი ის რაც დაწყებითის მასწავლებელმა ჩადო ამ ბავშვში, უკვე ვფიქრობდი, რომ ვინაიდან დაიშალა ეს საგნობრივი სწავლება შემოვიდა პრობლემა არ ყოფილიყო მასწავლებლებთან და პირველი მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე იყო ის, რომ მაქსიმალურად ვეცადე თითქმის ყოველდღიური შეხება მქონოდა ამ ბავშვთან და ყოველდღიურად ერთი დადებითი რაღაცა მაინც მეთქვა მისთვის, რაც გამოვიდა. აი ჩასაფრებულ პოზიციაში ვიყავი მასწავლებელთან, მივიდოდი და ვეკითხებოდი, რომ აი ამან ეხლა რა ქნა? აი Mhm. გაკვეთილზე როგორ მოიქცა? რას უპასუხა და აი ასე თუნდაც კლასთან ჩავლით, შეხედვით და მიმართვით და მე რო ეს გამორჩეული არ ყოფილიყო სხვა მოსწავლეებზე გადამდებ ქცევათ იქცა ჩემთვის ეს თითოეული მასწავლებელი რას ამბობდა ამ ბავშვებზე, მაგრამ რაღაცნაირად ეს მოზარდობის პერიოდიც მგონია რომ გადავლახეთ. Mhm. აი ამ პერიოდში რა შეიძლება გავაკეთოთ? საქართველოში მე მგონია რომ ერთ-ერთი მკვეთრად გამორჩეული და აქცენტ გაკეთებულია გარდატეხის ასაკი, თუმცა სუბიექტურად რო გითხრათ, ეს ასაკიც არ არსებობს, ასე მგონია. Mhm. რაღაცა სტიგმატური დამოკიდებულებაა და იმ შიშიდან და შფოთიდან გამომდინარე მერე მშობლები თუ Perfect. თვითონ ბავშვები ამძაფრებენ ამ ასაკს. დიახ. იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭერით, ახლა მიჭერს დიფერენცირება, რომლით დავიწყო, ხო? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მასწავლებლებსაც სჭირდება მხარდაჭერა, სჭირდებათ მხარდაჭერა, ხო? რეალურად მასწავლებელიც შფოთავს. მასწავლებელმაც რატომ? იმიტომ რომ არ იცის რამდენად სწორად აკეთებს, რამდენად სწორად უჭერს მხარს ბავშვს და აქაც გეტყვით, რომ ნუ მასწავლებლის მხარდაჭერა არის ის, რომ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, განათლება. ოპტიმისტურ, ასე ვთქვათ, ფრაზას გავაჟღერებ იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა გაცილებით ალბათ თქვენც ამას ამჩნევთ, უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მაგალითად მაშინ, როდესაც მე პროფესიულ საქმიანობას ვიწყებდი. ამ მხრივ, ანუ მასწავლებლებიც გაცილებით კვალიფიცირებები არიან, მშობლებიც გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, ინფორმირებულები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ასევე გასაკეთებელი, ხო? რაც შეეხება ბავშვის ასაკს, ხო? აი როდის არის ყველაზე უფრო მტკივნეული, ასე ვთქვათ, მისთვის აი ამისი გააზრება. ესე მიჭირს რომ ვთქვა კონკრეტული ასაკი, მაგრამ ორ ასაკობრივ პერიოდს გამოვყოფდი მაინც, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში და მთავარ სირთულეს აწყდება, ხო, რაც კითხვას უკავშირდება და მეორე, როდესაც ასე ვთქვათ, იდენტობის კრიზისი აქვს. აჰა. რა არის იდენტობის კრიზისი, ხო? ბავშვმა უნდა მოზარდმა უნდა გასცეს საკუთარ თავთან კითხვას, შეკითხვას პასუხი, ვინ ვარ მე და რა შემიძლია, ხო? მაგრამ ამას განსაზღვრულ ასაკში რომ გასცეს პასუხი, ამას სჭირდება მომზადება მთელი, ასე ვთქვათ, გარკვეული წლების განმავლობაში და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეული ასაკიდან ჩვენ ბავშვს მხარი დავუჭიროთ და მისი ძლიერი მხარეები დავანახოთ, ხო? 12-13 წლის ასაკში, როდესაც აღვნიშნე, რომ მოდიან მოზარდები, რომლებსაც мотиваცია არ აქვს, მათ არ იციან რა შეუძლიათ. იმიტომ რომ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს ადრეულ ასაკში, ვერ დაინახეს რა შეუძლიათ. ამაში არ მინდა ხა დადანაშაულების პოზიცია დავიჭიროთ, მასწავლებლებსაც უჭირთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შფოთავენ კი, და წარუმატებლობის საზოგადოების შიშით. მხარდაჭერაც არ აგვაქვს, დიახ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ მიმართულებით ქართული საზოგადოება როგორც მშობელთა ჯგუფი მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზეა, იმიტომ დიახ. რომ იმისათვის რომ სკოლამ მასწავლებლის გავლით ეფექტი დადოს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში რა აზრი არსებობს თვითონ განათლებასთან და ცოდნასთან მიმართებაში. Mhm, mhm. თუნდაც იმასთან მიმართებაში, რომ კითხვის სტრატეგია მე შეიძლება გამოვიყენო ეკრანზე
და მივიღო სასურველი შედეგი, როგორც დისლექსიის მქონე ადამიანმა და წიგნიდან ვერ მივიღო ანალოგიური შედეგი. აი მე მაგალითად ასეთი ქცევა მაქვს, რომ თუ კი რომელიმე დოკუმენტი მაქვს, ზოგადად კინესთეტიკი ვარ, როგორც სწავლულთა ტიპაჟი და თუ კი რაიმე დოკუმენტი მაქვს შესასწავლი, ყოველთვის მირჩევნია ამობეჭდო, დავამარკერო, რომ ეს თეორია გადმოვიდეს ჩემს გონებაში. თუმცა ეხლა რასაც ვაკვირდები, მოსწავლეების უმეტეს ნაწილს ეკრანიდანაც ძალიან მარტივად სწავლობენ და სხვა შემთხვევაში, როდესაც ჰქონდა შეხება აი დისლექსიის ნაწილთან მიმართებაში, უფრო მეტად გაუმარტივდა პლანშეტიდან ამოკითხული ტექსტის გააზრება, გაშინაარსება და პასუხის დაბრუნება და მოქმედებაში მოყვანა იმ ცოდნის, ვიდრე წიგნზე გადაფურცვლის ნაწილით. მე მგონია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება ეხლა იბადება, ეხლა ჩდება. ძალიან გამიხარდა, როდესაც თქვენ თქვით, რომ ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს იმასთან შედარებით, ვიდრე პროფესიული საქმიანობა დაიწყეთ. მე 2010-ში დავიწყე სკოლაში მე მუშაობა გაცილებით ადრე. და იქიდან მოყოლებული ხშირად აღნიშნავ ხოლმე იმას, რომ აი ამ მიმართულებით მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროების და კმაყოფილების მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ქვეყანაში 15 წლის განმავლობაში და ამ ცვლილებას ყოველთვის აქვს პოზიტიური შედეგი. დიახ. ჩემს პრაქტიკაში არ მქონია განსაკუთრებით ბოლო 7 წლის განმავლობაში და ალბათ ესეც იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი კულტურისაა სკოლა, რომ მოსწავლე გადამისამართებულიყო რომელიმე ცენტრში ან ინსტიტუტში, განვითარებასთან მიმართებით გაწეოდა მას მომსახურება და ეფექტი არ ქონოდა. ყოველთვის გვაქვს ეფექტი, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლის კონტექსტში ჩნდება ეს ყველაფერი. დიახ. და აი საზოგადოებასთან მიმართებაში ჩემი მნიშვნელოვანი შფოთი რაც არის ხოლმე და ამაზე თქვენი დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ ვუთხრა ეხლა მშობელს ის, რომ მის შვილს სადღაც დახმარება ჭირდება. სიტყვა დარღვევის გამოყენებაზეც ხო პრობლემა. პრობლემა კომენტარი ზედმეტია. აი რას მირჩევთ მე? როგორ შეიძლება მივაწოდო მშობელს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის შვილს სადღაც რაღაცაში განსხვავებული დახმარება ჭირდება. მოდით ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი იმას, რომ რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ბევრი ხერხი გამოვიყენოთ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გზით, ასე ვთქვათ, მოძრაობით, მოქმედებით, ვიზუალიზაციით, სმენით თუ ასე შემდეგ, არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ასე ვთქვათ, და დისლექსიის მქონე ბავშვი დაეწევა თანატოლებს კითხვაში, ხო? ეს ძალიან არასწორი მოლოდინია. თქვენ ძალიან კარგი დეტალი აღნიშნეთ, რომ თქვენ ეკითხებოდით მასწავლებელს დისლექსიის მქონე მოსწავლის შემთხვევაში რა არის მისი პროგრესი. ხშირად როგორც პრაქტიკოსი მეც ამ ხერხს ვიყენებ ხოლმე და ვეუბნები გაიკეთეთ, წარმოიდგინეთ რომ გიკეთეთ სათვალე, სადაც ხედავთ ბავშვის პროგრესს, ბავშვის სასურველ, ასე ვთქვათ, შედეგებს და მოდით ერთად დავინახოთ ეს რა არის. მშობელს სწორედ აი ამ ფორმით უნდა ველაპარაკოთ, სწორედ, ხო? აი ეს არის მისი ძლიერი მხარე. ნახეთ, გუშინ ასე იყო, ასეთი პრობლემის წინაშე იყო. დღეს ეს ნახეთ როგორ წავედით წინ და მაგრამ აი გვრჩება რაღაცები, რაშიც ასე ვთქვათ, მიხმარება სჭირდება და მოდი ერთად. ხო, ჩვენი მიზანი ხომ ის არის, რომ ბავშვმა იგრძნოს თავი, ასე ვთქვათ, კომფორტულად, ნახეთ, გაუჩნდეს მე შემიძლია განცდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს მე შემიძლია განცდა გაუჩნდეს და ამაში მარტო სკოლა, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდება. რა თქმა უნდა, უდიდესია სკოლის როლი, მაგრამ მშობლის დახმარების გარეშე შეუძლებელია, თითქმის შეუძლებელია გარკვეული, ასე ვთქვათ, წინსვლების მიღწევა. მაინც ხომ ასეა, რომ მშობელი არის ბავშვის ექსპერტი, ასე ვთქვათ, ხომ მშობელმა რომ იცის ბავშვის შესაძლებლობები, ჩვენ ამდენი არ ვიცით და ჩვენ ის არის წყარო, ნახეთ, იცით რა, ის არის წყარო ჩვენთვის ინფორმაციის, მოდით ასე ვთქვათ. მე არ ვამბობ იმას, რომ სწორად ხედავს ბავშვის შესაძლებლობებს, მაგრამ ცოდნა რა შეუძლია და რა არ შეუძლია, მშობელმა იცის, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ აი ეს, ასე ვთქვათ, რწმენა როგორ მოვიპოვოთ ეგ ცოდნა მშობლისგან? მშობლისგან მოვიპოვოთ უნდა და დავუბრუნოთ იმ ფორმით, რომ მისთვის, ასე ვთქვათ, დავეხმაროთ გააზრებაში, რომ აი ეს არის მისი ძლიერი მხარეები, მაგრამ მოდი აი აქ სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება და აბა რა ვქნათ ერთად. მე მოგეხმარებით. ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი და მოდით გავინაწილოთ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობები. მე ამას გავაკეთებ, თქვენ ეს მოდით თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ხო? აი თანამონაწილეობის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს და არ იქნება დამერწმუნე
მქონეთ აი ეს ურთიერთ პასუხისმგებლობების გადაბარების ტენდენცია, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე, ხო? ხო, აი საინტერესო რაღაცა თქვით. ამდენ ხნის განმავლობაში სახელი არ ქონდა დარქმეული და ეხლა დავარქვი, ეს არის პასუხისმგებლობის გადაბარება სკოლას. აჰა. საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რა არის ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება არის თეორიული ცოდნა, აჰა. მაგალითად იმის შესახებ თუ რომელი მდინარე რა ზომის არის, აჰა. ან რომელი უფრო მეტად წყალუხვი და ასე შემდეგ, ან ტბის ფსკერი რა სიღრმისა. ზოგადი განათლება არის ის, რომ მე ჩემი თავი მართო და შევძლო მორგება და ადაპტაცია. მოკლედ ძალიან ბევრი განმარტება მომისმენია და ჩემთვის აი ბოლო რას დავასახელე ზოგადი განათლება არის ის, რომ მორგება ადაპტაცია შევძლო და ჩემი საწყლოდ მნიშვნელოვანი უნარები გამოვიყენო დიახ. ყოველდღიურ აჰა. ცხოვრებაში. თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესო იქნება იმასთან მიმართებაში, თუ რა არის ზოგადი განათლება, იმიტომ რომ დისლექსიის დიაგნოზის მქონე ბავშვი უნდა მივიდეს ზოგად განათლებამდე და სულ მცირე სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა მივაღებინოთ ამ ბავშვს, ხო? აჰა. და ეს ცოდნაც გაზომვადია და იზომება. მივდივარ შეფასებასთან მიმართებაში. ჩემი პირველი თხოვნა იქნება თქვენი სუბიექტური მოსაზრებით რა არის ზოგადი განათლება აჰა. და მერე უკვე შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება შევაფასოთ. ბავშვი ფასდებოდეს. კი ბატონო. ძალიან მარტივად გეტყვით, ჩემთვის რა არის ზოგადი განათლება? ჩემთვის ზოგადი განათლება არის იმ უნარების მიცემა ბავშვისთვის და მოზარდისთვის, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება სხვადასხვა სფეროში. ეს არის მეგობრების გაჩენა, მეგობრების წრის გაჩენა, პროფესიის ინტერესების სფეროში ორიენტირება, ასე ვთქვათ, რა მაინტერესებს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ვიპოვო ის საქმე, რაც მე სიამოვნებას მომანიჭებს, უნარი იმისა, სად და როგორ შემიძლია ცოდნის მიღება, უნარების მიცემაა ჩემთვის ზოგადი განათლება და პირველ რიგში აი ამას უნდა აძლევდეს. ანუ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის უნარები არის ჩემთვის ზოგადი განათლება, რასაც სკოლა უნდა აძლევდეს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ბევრი მასწავლებელი აღნიშნავს და თქვენც მგონი დამეთანხმებით, არის ის, რომ აი სწორედ რაც საკითხით თქვენ დასვით, რომ ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ბავშვები მაგალითად შეიძლება თუ არ არიან მომზადებულები თანატოლებს გუგულისხმობ, შეიძლება აპროტესტებდნენ შეფასების განსხვავებულ ფორმებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ პირობითად დისლექსიის მქონე ბავშვის შემთხვევაში. თუ კი გააპროტესტეს, ესე იგი ჩვენ არ მოვამზადეთ ბავშვების სათანადოდ, ხომ? იცით რა არის მშობელიც და ბავშვიც, რა თქმა უნდა, ხო? თუ კი არ ავუხსენით, რომ ეს შეფასება არის სწორედ თანასწორობის ნაწილი, ხო? თქვენ ფასდებით და ასე ვთქვათ, ვისაც კითხვა არ უჭერს პირობითად ასე რომ ავიღოთ, ხო? თქვენი პროგრესის მიხედვით. ადამიანი, რომელსაც შედარებით შეიძლება კითხვა უჭირდეს, თავისი პროგრესის მიხედვით ფასდება. ანუ განსხვავებულად ფასდება და თუ მე ამას კარგად ავუხსნი, მე ვაგებინებ მას, რომ განსხვავებულთან, ასე ვთქვათ, მივიღო ეს განსხვავებულობა, როგორც მოცემულობა. და ეს არის სწორედ თანასწორობის, განათლების, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობის თანასწორი პირობები და ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ შევქმნათ სკოლაში. თუ კი მშობელი და ბავშვი კიდევ ერთხელ ხას გაუსვავს, აპროტესტებს ამას, ესე იგი ჩვენ კარგად ვერ ვიმუშავეთ სათანადოდ, რომ სათანადოდ ვერ ავუხსენით, რომ მიიღოს აი ეს განსხვავებული ფორმები შეფასების და მე ასე ვხედავ, შეიძლება ცოტა ზედმეტად კრიტიკულია ჩემი აზრი, მაგრამ ასეა, ასე კი, ვფიქრობ. მოკლედ ჩემ შემდეგ კითხვას უპასუხეთ უკვე თქვენ მაგსაუბრეთ ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი მომენტი, რომ გარდა იმისა, რომ განსხვავებული ფორმით შესრულებულ დავალებაში იღებს ეს ბავშვი შეფასებას, იქ უხანგრძლივდება ხოლმე დავალების შესრულების დრო. კი ბატონო. და მასწავლებლებს აქვთ ხოლმე შფოთი, ვისაც არ ქონია შეხება მსგავს შემთხვევასთან და ხშირად ამბობენ, რომ აი კლასი რას მეტყვის და კლასს რა უნდა უთხრა. ჩვენ მომოთხოვნე, რომ კლასი რასაც გეტყვის, იმას გეტყვის, კლასში მოსწავლე რასაც გეტყვის, იმას გეტყვის და შენ რას ეუბნები ასეთ შემთხვევაში და ამ დროს აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე შეიძლება კონკრეტულ ასაკში იმ ბავშვმა თვითონ გააკეთოს სუმცირე პრეზენტაცია იმის შესახებ, ვინ ვარ მე. იმიტომ რომ მე ვარ იმ ჩემს საჭიროებასთან ერთად და მე ზოგადად მგონია რომ ადამიანი არ არსებობს რომელსაც რაიმე სახის საჭიროება არ აქვს რა თქმა და უნდა. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ
აჰა. აი ჩვენ გვაქვს სკოლაში ასეთი პრეცედენტები, როდესაც კონკრეტული დიაგნოსტირება ხდება, მოსწავლის თვითონ მოსწავლე იწყებს და განსაკუთრებით ეს მოდის უკვე აჰა. მერვე, მეცხრე, მეათე კლასში საუბარს იმაზე, კლასელებთან თუ რა არის ეს. აჰა. აჰა. და მივედით საბოლოო ჯამში იმ დასკვნამდე, რომ რაც უფრო ჭრელია სასკოლო საზოგადოება, მით უფრო მარტივია ამ სიჭრელეში ცხოვრება, იმიტომ რომ ამ სიჭრელეში ყველა თავისფერს ხედავს და აღიქვამს. აჰა. აი დიაბეტური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში, როდესაც კონკრეტულ აპარატს ხედავენ პირველი და მეორე კლასელი ბავშვები, გვეკითხებიან ხოლმე, რომ რა არის ეს რისი აპარატია და იქ მაგალითად გვითქვამს, რომ აი ძალიან ტკბილია და ამიტომაც გაზომაჭირდება ამ აპარატით, მისი დიახ. სიტყვა რამდენია კონკრეტულ შემთხვევაში და აი ამაზე ხალისობთ ხოლმე, ანუ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ენით ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას. ნახეთ აქვე თუ შეიძლება ჩაგერთვებით, რომ ნახეთ აი ამ განსხვავებულებთან, ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობით, იმ კონკრეტული ბავშვის თვითშეფასებასაც ვზრდით. იმიტომ რომ ნახეთ, მე შემიძლია განსხვავებულებთან, ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ხო? ანუ ისე მე შემიძლია განცდასთან მივდივართ და თუ ჩვენ ბავშვებს ვუხსნით და ვაძლევთ საშუალებას, რომ ბევრ, ასე ვთქვათ, ბევრი თავისებურების მქონე თანატოლებთან გქონდეთ ურთიერთობა თანასწორ გარემოში, მათ თვითშეფასებაზე ვზრუნავ პირველ რიგში. აქვე და ასევე პედაგოგის თვითშეფასებასაც ვზრდით ამითი, ხო? როდესაც მე შევძლებ როგორც პედაგოგი დისლექსიის მქონე ბავშვს თავი ვაგრძნობინო ემოციურად უსაფრთხო გარემოში, ვხედავ მის წინსვლას, თქვენი თვითშეფასებაც ხო გაიზარდა, როდესაც აი ამ თქვენს კი, ჩემს მოსწავლე ადამრიგებლოში მე იმიტომ თქვი, რომ მასთან ერთად გავიზარდე მეთქი, იმიტომ რომ ჩემი ზუსტად, თვითშეფასება და პროფესიული ეგო გაზარდა, ასე ვთქვათ დიახ, და ზუსტად. რითი დასტურდება ეს. მოკლედ, აი ასეთი მომენტი გქონდა მეორე სემესტრის პერიოდში მივდიოდით ორდღიან ექსკურსიაზე და თითოეული მშობლისაგან უნდა მივიღოთ ნებართვა და ამ ნებართვას თან ახლავს, ასე ვთქვათ, საექსკურსიო ხელშეკრულება და ზოგადი წესები, აჰა, რომელიც აი აჰა. ამ ხელშეკრულებაში დევს და ჩემი ინტერესი იყო ის, რომ როცა მე მესმის, რომ აი კითხვა მიჩნდება კაცო, აი რა რაოდენობის ტექსტის წაკითხვის შემდეგ იწყება გადაღლა, აჰა. იმიტომ რომ სამხაზიანი ტექსტიდან შეიძლება აზრი გამოიტანოს და წაიკითხოს, აჰა. მაგრამ 23 ხაზიდან უკვე უკვე ვჭირს. აბნევა დაიწყოს, ხო? და ძალიან მარტივი ექსპერიმენტი ჩავატარე, ზუსტად ქართულის ექსპერიმენტი ცოტა ხმა მაღალი ნათქვამია, ჩემი პროფესიული ინტერესი მქონდა, ზუსტად ქართულის გაკვეთილი იყო და ქართულის გაკვეთილზე შევიტანენ და უცბად გონებაში გამიელო, რომ მოდი ახლა ეს წაიკითხონ ამ ბავშვებმა რა წერია აქ. ჩემი ინტერესის სფერო ვინც იყო, იმან წაიკითხა. პირველივე 3 პუნქტიდან დამაზუსტებელი კითხვა დასვა აჰა. და ეს კითხვა ეხებოდა ზუსტად იმ შინაარსაც იყო და მაშინ რომ გამოbrunდი, მაშინ გამიელვა გონებაში, რომ აი ახლა რომ დედამისი აქ იყოს, რომელთანაც მე რამდენიმე წლის უკან გავბედი და ვთქვი, რომ აქ ახლა ისეთი არაფერი არ ხდება, რომ მასეთი ემოციური დამოკიდებულება გქონდეს ბავშვის მიმართ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ აუცილებელი არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ის, რომ მაინდა-მაინც სქელკანიანი წიგნი წაიკითხოს, რა თქმა იმისთვის უნდა. რომ თქვათ, რომ აი იცი რა, ეს სათანადო დონეზე ებრძვის დისლექსიას საკუთარ თავში არა. მე მგონია, რომ საქართველოში უპირველესი რაც გვიჭირს, პროდუქტების საყიდლად რო შევა მაღაზიაში, რძის პროდუქტზე წაიკითხოს ვადა, აჰა. მედიკამენტს რო იყიდის, წაიკითხოს მისი გამოყენების წესები და დიახ. უკუჩვენებები ეს არის სწორედ და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ზოგადი საჭირო განათლების ნაწილი. უნარები. და მე დიახ. ყოველ შემთხვევაში ჩემს ადამიანებთან მიმართებაში და ამ კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში ზუსტად აი ასეთი პროფესიული თამაში წამოვიწყე, რომ მე თვითონ ყოფილიყავი მშვიდად. მშვიდად რატო? ხშირ შემთხვევაში აი ეს დარღვევა არ არის დადებითი შინაარსის მატარებელი და მე თვითონაც მიჭირს ხოლმე რაღაცების გადახარშვა მოსწავლეებთან მიმართებაში და მეც რომ მშვიდად ყოფილიყავი, რა ის სწორად მივდივარ თუ არა, როცა მე მის თვითშეფასებას ვეხები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადეკვატური თვითშეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ის რომ მე დისლექსია მაქვს, არ უნდა იყოს ჩემი კონკრეტული ქცევების გამართლების რა თქმა უნდა. არასწორი საშუალება. დიახ. ასეთ პერიოდში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? თანაკლასელებთან ურთიერთობის ნაწილში დისლექსიის მქონე ბავშვებთან, ვისთანაც კი შეხება მქონია, ცდილობენ ხოლმე რომ იყვნენ პროცესების წარმმართველები, ლიდერები აჰა. და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ეს მიმართულება წახალისდეს მათში. აჰა. და ზუსტად იქ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. აჰა. ეს იქნება სიის შედგენა, სიის წაკითხვა და ანგარიშება. ჩემთვის მაგალითად რუტინული საქმე რაც იყო კლასში საექსკურსიო
თანხის ჯამი რამდენი უნდა ყოფილიყო, ძალიან მშვიდად გავამithვალა ამ ადამიანმა და მომაწოდა, რომ აი მას ჩვენამდენი გვჭირდება სასტუმროს და ტრანსპორტირების თანხიანად. ანუ აი ეს ნაწილი როგორ ორგანიზების. მიდის მშობლამდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აჰა. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიცხოვრო ამასთან ერთად, არ ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს გადაულახავი დიაგნოზი დიახ. და ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არ მქონდეს წაკითხული, დიახ, ზუსტად. მაგრამ ცხოვრებაში ვიყო რეალიზებული ადამიანი და მქონდეს ვიცოდე რა შემიძლია. კი, ვიცოდე რა შემიძლია. დიახ. ამიტომ მე მგონია, რომ თვითონ ქვეყანაშიც უნდა შეიცვალოს ხედვა ზოგად განათლებასთან მიმართებაში და ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ხედვა დისლექსიასთან მიმართებაში და რას გულისხმობ ამაში. ჩვენ ხვდებით ხოლმე ასეთ რამეს. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ და თქვენგანაც მჭირდება ალბათ ამის დადასტურება. ყოველ შემთხვევაში მე ვიცი, რომ ორი სახის დისლექსია არსებობს. დიახ. ერთი თანდაყოლილი და მეორე არის შეძენილი. შეძენილი დისლექსიის ნაწილი ხშირ შემთხვევაში გვხვდება ხოლმე, როდესაც ბავშვები არიან გაჯეტებზე დამოკიდებული. ვერ ვიტყვით ესე ცალსახად, რომ გაჯეტების ბრალი შეიძლება აი რის იყოს. ბრალი შეიძლება იყოს. იცით რა, ორივე ტიპის დისლექსიის შემთხვევაში ასე ვთქვათ, ერთი არის გენეტიკურად განპირობებული, მეორე დაბადებიდან არსებული პრინციპში. აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ თავის ტვინის განსხვავებულად ფუნქციონირებაშია საქმე. ხა სიღრმეებში წასვლა ალბათ არ იქნებოდა ხა ასე ვთქვათ სწორი, მაგრამ თავარი არსებითი ორივე შემთხვევაში ერთია, რომ ჩემი ტვინი ფუნქციონირებს განსხვავებულად, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ამას გენეტიკური საფუძველი აქვს თუ ასე ვთქვათ არ აქვს. მხოლოდ რა თქმა უნდა შეიძლება გაჯეტების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება არა მარტო დისლექსია, არამედ სხვა ტიპის სირთულეებიც ანუ მე მინდოდა რომ გარემომდე მივსულიყავით. კი, აი გარემო რა გავლენას ახდენს დისლექსიის განვითარებაზე, ანუ არის თუ არა ეს პროცესი რეგრესირებადი ან პროგრესირებადი თუ ერთი სტატიური მოცემულობაა? თუ გაჯეტებთან ურთიერთობს ბავშვი, ის პასიურია. ხო? ანუ მზა ინფორმაციას იღებს და თვითონ პასუხი არ მოეთხოვება, ასე ვთქვათ და ეს აფერხებს, ასე ვთქვათ, თავის ტვინის ფუნქციონირების თვალსაზრისით განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, გამოიწვიოს ცოტა შეიძლება არ იყოს სწორი სიტყვა, ხელი შეუწყოს შენარჩუნებას და რეგრესს, ასე ვთქვათ, დისლექსიის შემთხვევაში. ხო, აქვე ვიტყვი ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, სხვათა შორის ადრეულ ასაკში მეტყველების გვიან დაწყება არის ხოლმე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნიშანი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ანამნეზში, ასე ვთქვათ, რომ დისლექსიაზე გქონდეს ეჭვი, პირობითად 3 წლის ასაკიდან თუ იწყებს ბავშვი ფრაზულ მეტყველებას, ეს არის ხოლმე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნიშანი რის სპეციალისტებისთვის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხოლმე, ასე ვთქვათ, განგაშის არის შემოკრას, რომ საჭიროა უფრო ჩაღრმავებული, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა, ხო? გაჯეტებთან რო ურთიერთობს ბავშვი, ვთქვი ეს უკვე რომ პასიურია. როდესაც მე ვუკითხავ მშობელი, ხო? აქ აქტიურია უფრო, ხო? მისმენს, შეუძლია რომ შეკითხვა დასვას, მეც უნდა დავუსვა შეკითხვა და ეს ინტერაქცია, რომელიც ავითარებს, ასე ვთქვათ, თავის ტვინს და შესაბამისად კარგ საფუძველს ქმნის შემდგომში იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, ასე ვთქვათ, შემდგომი, ასე ვთქვათ, სირთულეებისგან, ხო? მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იყო სიმპტომატიკა, რომ გამოვყოთ უკვე დისლექსიის და ჩვენი შეხვდრა რომ ბოლოსკენ წავიდეს და მე მაქვს ისეთი განცდა ჩვენი შეხვედრის პერიოდში, რაც პოზიტიური თქვით დისლექსიასთან მიმართებაში, მინდა რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ თქვენგან. დიახ, ვიტყვი იმას, რომ დისლექსია არის, მოდით ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური სირთულე, რაც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, რა თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ მას დროულად აღმოვაჩენთ, დროულად ჩავერევით, შევუქმნით, ასე ვთქვათ, ემოციურად უსაფრთხო გარემოს, ხელს შევუწყობთ შესაძლებლობების აღმოჩენაში, ბავშვს მისი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში, ის ძალიან მარტივად ადაპტირდება და გააგრძელებს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად
ცხოვრებას თავდაჯერებული, ასე ვთქვათ, ხო? აქვე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, იმ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ხას გავუსვავ დროულ აღმოჩენას. როგორ შეიძლება რომ აღმოვაჩინოთ, ხო? აი, მაგალითად, როდესაც ვუკითხავთ წიგნს, ხო? წიგნის წაკითხვის დროს ხდება ბავშვთან ინტერაქცია. მე ვუკითხავ, ის შეკითხვას მისვამს, მე ვპასუხობ, მეც შეკითხვას ვუსვავ და აი ინტერაქციის პროცესში თავის ტვინი ვითარდება და ჩვენ ამითი ასე ვთქვათ ვქმნით საფუძველს და ვიზღვევთ თავს იმისგან რომ ბავშვს ასე ვთქვათ ის სირთულეები რაც შეიძლება ქონდეს დავიზღვიოთ ამისგან თავი. განსხვავებით გაჯეტებისგან, როდესაც ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, ეხა აჩქარებულ რეალობაში, როდესაც მშობლები დაკავებულები არიან და ხშირად არის ხოლმე თავის გადარჩენა, ასე ვთქვათ, დასვენების გზა მშობლისთვის, რომ მივცეთ გაჯეტი ბავშვს, ხო? ამ დროს ბავშვი პასიურია გაჯეტთან, მხოლოდ უყურებს და არ მისგან პასუხს არ ელიან, არ ითხოვენ, შესაბამისად ვერ ხდება, ასე ვთქვათ, თავის ტვინის განვითარება ამ შემთხვევაში. ამიტომ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმას, რომ თუ კი ბავშვი არ ინტერესდება წიგნებით, არ მოსწონს, როცა ვუკითხავთ, თავს არიდებს ამ პროცესს, მაგალითად, ასევე უჭირს სივრცეში ორიენტაცია, მარჯვენა-მარცხენის გარჩევა, სიტყვებს დამახინჯებულად ამბობს 5 წლის ასაკში, ვერ იმახსოვრებს, ასე ვთქვათ, ახალ სიტყვებს, ცოტა გრძელ სიტყვებს, ასე ვთქვათ, ბევრმარცვლიან სიტყვებს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ნიშანი, რომ საჭიროა ცოტა უფრო ჩაღრმავებული, ასე ვთქვათ, შეფასება. აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი თქვენ სერვისები ახსენეთ, ხო? დღეს საბედნიეროდ არის უკვე სერვისები, სადაც შეიძლება მშობლებმა და ბავშვებმა მიიღონ მხარდაჭერა ამ მიმართულებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლასა და ამ სერვისებს შორის პირველი ერთი რაც ვთქვი, რომ სკოლა ფუნქციონირებს როგორც თემი და აი ამ სერვისებსა და სკოლას შორის იყოს მჭიდრო თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, ბავშვის საკეთილდღეოდ. ხო, ერთი კიდევ დამატება მინდა, თქვენ თქვით აი ასაკთან მიმართებით და დამაკლდა და თუ სადმე შეიძლება რომ ჩავრთოთ მე ეს ინფორმაცია კარგი იქნებოდა, ხო? როდის არის ყველაზე რთული ბავშვისთვის თვითშეფასების თვალსაზრისით, ხო? პირველ რიგში მაშინ როცა სკოლაში შედის, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ ასპარეზი, როდესაც ადარებს უკვე თანატოლებს თავს სხვადასხვა ტიპის უნარების მხრივ და კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, როდესაც თავს ადარებს, რომ მე ასე ვკითხულობ, ის სხვანაირად კითხულობს და ესე იგი მე რაღაც არ შემიძლია და მეორე მოზარდობის ასაკი, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, იდენტობის კრიზისია და ბავშვი სვავს შეკითხვას ვინ ვარ მე. ამას რა საფუძველი, აი მოზარდობის ასაკში რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ კოგნიტური განვითარების თვალსაზრისით, თუ 6 წლამდე ასაკის ბავშვს კარგად არ აქვს განვითარებული უნარი, რომ გაიაზროს სხვისი პერსპექტივა, ანუ სხვა რას ფიქრობს, უკვე მოზარდობის ასაკში ეს უნარი განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, კარგად არის განვითარებული და თითქოს ბავშვი ესეც ეძახიან წარმოსახვითი აუდიტორიის და ასე ვთქვათ, დაკვირვების ობიექტად წარმოიდგენს ხოლმე თავს და აი წარმოიდგინეთ როგორ გრძნობს თავს. გონია რომ ყველა მას აკვირდება მოზარდობაში და ამიტომაც არის ხოლმე რომ განსაკუთრებით მტკივნეულია მათთვის გააზრება იმისა, რომ რაღაცა არ გამოსდის კარგად. ხო, აი ამის თქმა მინდოდა და დისლექსიის მქონე ბავშვის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მძაფრია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოზარდობის ასაკში უკვე იყოს ისეთ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ აი ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. მადლობა თეონა თქვენ დროისათვის, მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვახედეთ დისლექსიის მქონე ბავშვის ცხოვრებაში, მის განწყობებში თუ რა ხდება და მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს დისლექსიის ასოციაციას იმისათვის, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მოგვეცა.
დაგითანხმებით, შემოგიერთდებით მადლობებში და თქვენ მადლობა თქვენი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებმა, რომელსაც აქვთ ამგვარი გამოცდილება, ასე ვთქვათ, დანარჩენ პედაგოგებს გაუზიარონ ეს გამოცდილება, ეს მათი თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მე თქვენნაირი ადამიანი, რომელიც თქვენი პროფესიის ვარ, დავინახო, რომ აი ის თუ გაუმკლავდა, მეც გაუმკლავდები. ხო, რატო ამბობენ უარს შესაძლებელი მასწავლებლებს? ყოფილა ანუ. შესაძლებელი ყოფილა, ხო? რატო და ამბობენ? განათლება მცდელობათა ერთობლიობა. დიახ, დიახ, სუსტად. მადლობა. მადლობა.